რატომ გაიზარდა გირაოთი გათავისუფლების სტატისტიკა? არჩევნების შემდეგ პატიმრებისთვის არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების ფაქტებმა მკვეთრად იმატა. თანხის სანაცვლოდ დატოვეს ციხეები ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც საკმაოდ მძიმე სხვადასხვა დანაშაულში იყვნენ ბრალდებულები. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ქრთამის აღება, კორუფციულ სქემებში მონაწილეობა. სერიოზული ბრალდებების მიუხედავად მოსამართლე მათი უმრავლესობა სახლებში გაუშვა. და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლების შეცვლამდე მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულებსაც კი საპრობილეებში ანაწილებდნენ. ბოლო 4 თვის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ იურისტები სასამართლო სისტემას მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ. ცეზარ ჩოჩელს, შოთა ხიზანიშვილს, ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიას, თენგიზ გუნავას, გურამ ჩალაგაშვილს, ზურაბ მიქაძეს, გურამ დონაძეს, ვანო მერაბიშვილის ბიძას, ლევან თუმანიშვილს ბრალი მძიმე დანაშაულებებში ედებათ. პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა. Ქონდა ჩვენ კონკრეტული შემთხვევებიც, მათ შორის, როდესაც დადგენილი იყო მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტი, თავად მოწმეები მიუთითებდნენ ამას, გარდა მოწმეების მითითებისა ბოლო შემთხვევაში გულისხმობ დონაძის შემთხვევას იყო დადასტურებული, რომ ელექტრონული საშუალებებით მან მიმართა მოწმეებს, თუმცა მიუხედავად ამისა სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ მიიჩნია საკმარისად ესტკიცებულები და კვლავ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. იურისტების შეფასებით სასამართლოები გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ იღებენ. ყოფილი ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულია. ეს აფიქრებინებთ, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის და მართვადია. როდესაც ბრალდებულს კავშირი აქვს საზღვარგარეთთან, როდესაც ბრალდებული წლების განმავლობაში ცრუჩვენებებს იძლეოდა წლების განმავლობაში ზემოქმედებას ახდენდა მოწმეებზე, ფალსიფიცირებას ახდენდა მტკიცებულების და ასე შემდეგ, აი ესეთი ბუკეტის არსებობის შემთხვევაშიც კი სასამართლო ესეთი ბრალდებულის მიმართ ძალიან ლოიალურია და უფარდებს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას. უმნიშვნელო სამართალდარღვევებისათვის, ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის სასამართლო იყენებდა აღკვეთი ღონისძიებად აპრიორი პატიმრობას. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ თუ პიროვნებას თავისუფლებას არ აღკვეთავენ, მაშინ ნებაყოფლობით არ მოხდებოდა მის მიერ საპროცესოში დახმების უკანონოდ დადება, არ მოხდებოდა სხვადასხვა დიდი რაოდენობით თანხის გადახდა. 2012 წლის შემოდგომის შემდეგ გირაოს გამოყენების სტატისტიკა გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2013 წლის იანვარში გირაო, გასული წლის იანვართან შედარებით 150-ზე მეტ ბრალდებულს შეეფარდა. სასამართლოში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.